სათაგური ვაჟაფშაველა მაშ წარმოგიდგენთ სათავეს ვაჟაფშაველა სათავეთის სამეფოში დიდი ჩოჩქოლი ატყდა განჯინიდან არაჩვეულებრივი ყნოსვის დამატკობელი სული შემოდიოდა მთელი გუნდი დაიწყო ამბის გასაგებად წინ მოუძღოდა სახელოვანი ფიცხელა განთქმული სიმამაში სიმართლით და გამეფხილით მოსდევდა ცელქა შემდეგ წყუნა მერე გუნდი ხორ დანარჩენი თაგვებისათვის ვინ ჩამოდის მთელი ფარა იყო სულ რჩეული ვაჟკაცები ჩემი გული დაგონება არ ემდობა. ჭეშმარიტება. უნდა ახლოს გავჩხრიკოთ კაკალის ლებანი. გვერდზე დაგჩება და სიცოცხლე. მე გირჩევთ მეგობრებო, სამუდამოდ დავივიწყეთ ეს გულწარმტაცის უნელი. არა ბიჭებო, ახლა მაღაზე უარს ვერუშვი. ჩვენ თუ არ მოვიპოვოთ სხვა თაგვები ჩააკბარუნებენ პირს. მეც გედ
თანხმებით ხელიდან გასაშვები ნამდვილად არა რად უნდა ამდენი ბჭობა და ლაპარაკი შევიდეს ვინმე ყოჩარი გამორჩეული სისწრაფით და სიმართლით ვა თუ მასეთი ჭკვიანი და მამაცი ხარ მაშინ შენ თვითონ შედი და ჩაიხმარულე პირ ჭკუის სწავლება ყველაზე ადვილია მიდი შედი შეძველი და დაუსწრე კაკას ვაი წელი თავიც მკივა რომან მკიოდეს აბა შესვლას რა უნდა არ შევიდოდი მეც ვფიქრობ ახლოს მივიდეთ ყურადღები დავათვალიეროთ დავწონოთ გავძომო და შემდეგ გადავწყვიტოთ უარი თქვათ თუ არა მართალი ხარ ჩემოც ქვიტა უარი არ ეგებს ეს მანქანაც კარგად უნდა გავჩხრიკოთ მაგრამ ვინ გაჩხრებს საქმე ისა ვინ იქნება მასეთი ძალგულოვანი გაჩხრეკსო ვინ გაბედავს მე ვფიქრობ ვერც ვერავინ იქნება მასეთი მამაცი და ძალგულოვანი აბა მე აქ რას ვაკეთებ ვა დედას ჩემი მტრისასა განა ეგრე დავლაჭდით უნდა შევაწყინოთ სათაგვეთი ზუსტად ვიცოდი ამდეს რატომ ჭობდნენ ჩვენი ძმა თაგვები თვითონ ეშინიათ და ყველა ამას იმედეთ თუ ასეთი მამაცები არიან აბა თვითონ გამოიჩინონ ვაჟკაცობა შენიცი ახლო არ მიეყარო შორიდან გაჩხრიკე შორი გზა მოიარდა შიმშილობით მიდი ნათქვამია ხო იცი შეიც თანაგულოვანი ვაჟკაცი ბევრი არ მოიპოვება სათაგვებში თავს გაუფრთხილდი ფიცხელ ნათქვამია სიფრთხილეს თავი არ სკივაო გუში საშინელი სიზმარი ვნახე ვითო სათაგვეთ უზარმაზარი ვერაგი კატა ემუქრებოდა მძვინვარე გავებული დაეძებდა საკვირო ჩვენ კი საცოდავად ვიმალებოდით ნუ გამიცხადებს იზმას ნუ ამიცრემლიანებ თვალებს ამა ხო გააწყარა თავის სიზმრებით გული ფიცხელა პირდაპირ მისურთურდა სათაგვთან ლებრი სული თვალებს უბნელებდა გონებას უბინდავდა თავისკენ იზიდავდა ფიცხელა სათაგურს გვერდიდან მოექცა შემოურბიდა რამდენჯერმე სახიფათო ვერაფერი ნახა სათაგური უბრალო ხის ჭურჭლად დაისახა იფიქრა თუთადარიგო დიაზალის დარჩენოდა ვა და თავის ამხარას დიახსა ძალზე უამბო რა სიტყვი ბიჭებო მე აქ საშიშ ვერაფერს ხედავ გააბედავს ვინმე შიგ შესვლას თუ ვერაფერ მოდი მოვერიდე სულ თავი გავანებ ეგ რაღაც მანქანა ვაკალდეს ეგ ერთი კაკლის ლებანი მე სწორედ მაგაზე ვარ ვითომ ცული არ მქონია ეგ ერთი კაკალი აი თქვენ ლაჩრებო თქვენა ეგ არის თქვენი ბიჭობა რომ ტრაბახო მე ეს ვაჟკაცობა ჩავიდინე მე ისაო შეგირცხოთ ვაჟკაცობა აი ახლა მე წავალ და თქვენ კი შორიდან მიცქირეთ რა ბიჭია ფიცხელა თქვა ფიცხელამ და გაემართა სათაგურისკენ ხოლო სხვა თაგვებმა სული განაბი და შორიდან უთვალთვალებდნენ ცოტა ხან შესავალ კარებთან გაჩერდა ჰეი და ჰეი 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 და ჰეი სათაგურეში ნუ მარი ნახეს ხილია ვერგარი ერთი თორე კაკალია თუთხილია გაგვერდა სათაგურეში ნუ მარი ნახეს ხილია ვერგარი ერთი თორე კაკალია თუთხილია ჰეი 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 და ჰეი 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 და ჰეი 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 და ჰეი 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 და ჰეი არაფერია შედამიანება აქ რა სახიფათო თავში არავინ ამჭვლეთს გვერდებში არავინ ამცემს აი ახლა მე შევექცევი გებრიენიგოს თქვენ კი შორიდან იცქირეთ ნერწყვები ყლაპეთ ჰეი 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 და ჰეი 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 და ჰეი ჰეი
სასოთარკვეთილმა ამ ხანაში გადაავლოთვა. არა უმჩანდა. ჰაი თქვენ მოღალატენო თქვენა. გაიქცნენ, დაიმანენ, დააფრთხნენ, შეეშინდათ. როდი მოდიან და მეხმარებიან. საბრალო შეახტა სათაგურის ჭერს, ბიაც მოაწდა აქეთ იქით კედლებს, ყომდა ცხვრის ჭურჭრუტარებში. უსვამდა თათებს ღმიდა კბილებით, ქარსა შილად ჭურჭურებდა. ტანზე ჭირი სოფლმა დაასხა, ცოტა ხან შეისვენა. ლებანი ისე მთლიანად ეკიდა მავთულზე, ვის გაახსენებოდა მისი ჭამა. გულმა ვეღარ გაუძლო და შესძახა თავის ამხანაგებს. სადმი იმანებით ქვეუნამუსოებო, აღარ მომხედავთ. ერთი მაინც მოდით, ანდერძი დაგიბაროთ. მე მტრის ხელთავარ და მინდა გამოგესალმოთ. მართლაც, რატომ ასე ლაჩნულად ვიქცევით? ეს რა დღეში ჩავყარეთ თაგვები. დიდ განსასწრებში ჩავყარეთ თაგვები. ვიდი უბედურება დააწყდა სათავეც მებო. ეს ხომ სირცხვილია? მოდი ვიმხედოთ ამ კაცს. ძვისთვისაო, შავი დღისთვისაო, შავი დღე უთუდგას ჩვენ სანაკებო ვასკაც. ნუ ვიმალებით, დავეხმაროთ. მოგიტა ჩემი თავი, აპათავი რა ქვას ვახალო, როგორ გიშველო. უნდა გაგეგონა რომ გავხილებდი. მე ჩემი სიხმარი მოგიყევდა შენ რომ არ დამიჯერე. მე და დუჯიათი ხასიათი გაქვს. შენი თავით დაღუპედა ჩვენს. რა გვეშველება ახლა ჩვენ? ვინ იქნება ჩვენი დამცველი? მოამაგე და ჭირის სუფალი. ნუ გაშენიათ გოგონებო, ნუ ტირით. როგორც იქნება გამოვალ ამ ხაფანგიდან. ასე ნუ წუხარ. მოგვდეს ბიჭი ფიცხელა თუ ადამიანს ხელში ჩაუვარი. მაგრამ თუ ვინ იცოდა, ერმა გაიხარა. თქვენ გეუბნებით საიდუმლოდ. ეს ოში რომ დიდი კაკლის ხე დგას. იქ 1-2 შენახული. ამოიღეთ გოგონებო, გაინაწილეთ. შეგავით მოიხმარეთ. შეგასახარელო. მაგის დრო ახლა. შენ გაჭირვებული ხარ და კიდევ ჩვენზე ფიქრობ. აი მაგულოხოვის გამოგვიყვარ ხარ ყველა ძმასავით. მადლობ ფიცხე, გავინაწილეთ მაგ თხის, მაგრამ ჯერ შენ უნდა დავიხსნათ მაგ გაჭირვებიდან. ყველამ რომ მიგატოვოს, ჩვენ არასდროს მიგატოვებთ. მუდამ შენს გვერდით ვიქნებით. მართლაც საუკეთესო ვაჟკაცს ვკარგავთ. დიდ განსაცდელში ჩავყარეთ თაგვები. დიდი უბედურება დააწყდა სათავეც მებო. რამდენჯერ გაგავთხილე, განებე მაგ ერთ კაკლის ლებას მეთქი. ჩემთვის უნდა დაგეჯერებინე. ვაიმე, ფიცხე, ეს რა დაგემართა ძმაო? ზოგი ლოცულობდა, ღმერთს ეხვეწებოდა შველას, ზოგი გარედან ღრნიდნენ, ტყუილად თავპირს იმტვრევდნენ. თაგვები უნდა წასულიყვნენ თავიანთ თბილებში, მაგრამ ფიცხელას უპატრონოდ დატოვება უძნელდებოდათ. მაგრამ განაყალა როდინა გლობდა ფიცხელას ვარავს. კაცთა სიჭრელე სათავეში სამეფოთვისაც არ იყო უცხო. აქაც მოიძებნა გულღრძონებსა, რომელშიც გასაჭირში ჩავარდნილს ბაქავდა და საყვედურები თავსებდა. აი, ახია შენზე, გეგონა შეგრჩებოდა? იმ დღეს რომ კაკალი მოპარე და გებრიელად შეერთեցი, ვერ ამოგშხამდა? ვენაცვალე მაღალ ღმერთსა, შენი თავი რო
აჰომოსყარა გამოგზავდი ერთი თუ კაი ბიჭი ხარ გამოვიდე მას შენ თუ გონია სულად დავჩები ვაი დედი შენი ღმერთსა რომ გამოვალ იქნებ შენი კაცების მეწვევინია სულ აქეთ-იქით მიქონდეს ვაი ასე დაეცა ფიცხელა შენ მაგას ეუბნებოდე შეწუბაკო შენა განაახლა საყვედურების დროა დაიკარგე აქედა ჩემო თვალებმა აღარ დაგინახო მოხსი ახლა აქედა ჩვენმა თვალებმა აღარ დაგინახოთ შა აფხანაგებო მე ძალიან კარგზე კარგი ხერხი მოვიგონ თუ დამეთანხმები ვცადოთ და თუ არ გამოდგა შამქოლე ქვიდა თუ კარგი აზრია ჩვენც დაგეთანხმებით მე იცით რა მოვიფიქრე ეს რაღაც წეული მანქანა შეჩვენებული ადამიანის ხელმა გამოჩორგნა რომელმაც შეიპყრო ჩვენი ძვირფასი ძმა და მეგობარი სახელოვანი ფიცხელა უნდა დავკარგოთ აქედან შიგ და შინ ავათრიოთ იქ დავლეწოთ დავამსხვრიოთ რომ ერთი ნამცეცი ნაჭერიც არ მოიპოვებოდეს მაგის ამიდამი თორე განამარტო ამ ზარალს გვაქმარებს ბევრ სხვა უმეცად ჩვენი ტომისა იმსხვრებს ეგ მანქანა მართალია კუდა მართალი ეს რა კარგად მოგიფიქრებია ეს რა კარგად მოგიფიქრები შვენიერი აზრია შვენიერი მე მეტად გონიერი თაგვი გახსოვ გეყო კუდა თავის ხება კეტრათაც იარაღებს აბა თქვა თავებო დროს ნუ დავკარგო მარდად ბიჭებო და გვიანება ხელს არ მოუწევს მოგვიწრებდე და აუდღეთ დაგვაყრდით 1 2 3 მაპატიე ფიცხე ნამდვილად შევშდი არ მოვიქეცი კარგად მეც აქედან მივაწვევი ძალა ერთობაშია ნათქვამია მოდი მესა მოდი ოჩახ მესა ნემსამ ყუდას ჩაშლიდა კბილები ყუდზე ყუდამ ხორას ხორამ თქმუნამ ყუდას იმან სხვას და გაიჭიმა განთქმული ხარ კამეთივით გუნდი შობა დღეს ძია ეს კატე უსტუმროდ ხარ დადგებოდა იგი მეტისმეტად კეთილი და სათრო ადამიანი იყო მის გაწყენა სოფელში ვირუსსაც კი არ მოეგოდებოდა ხიარული ყაშყაშა და მუდამ მოცილარი ეფებია ყველაფერი მოამზადა წირა საღამოს გამოაცხო საშობაო ღვესელი ძმათ მოყვარეს კეთილს სათნოს უწყირსა და პურად ცხანში შესულ ადამიანს სოფლელებმა ძია ესტატე დაარქვეს ყველა დიდი და პატარა ესტატეს ხნიერებიც კი ძიას ეძახდა ეფემიამ ყველაფერი მოამზადა საშობაოდ გადააფარა ლურჯად მოხატული სუფრა დაალაგა სხვადასხვა სანოვაგე წინა ღამით გამოაცხო საშობაო ღვეზელი განსაკუთრებით ესტატესა და ეფემიას შვილები ხარობდნენ შობის მოლოდინში რამდენი სიხარული ელოდა თქვა წინ ვინ მოსვლიდა საშობაო ნადვის მოწვა ჩიჩილაკის გალამაზება საჩუქრების ნახვა მიალილოებთან შეხვედრა 1000 მუქბარი თბილის ჩაგოკნოზინება ბებო რა მაინტერესებს იცი შობას რას დღესაც საუბრო რას და ჩემო კარგებო 21 საუკუნის წინათ მაცხოვარი შვა ღვთის მშობელმა მარიამა ბაგაში შვა ქვეყნიერების მეუფე იესო ქრისტე ბები იცი მასწავლებელმა რა გვიამბო ნაძვის შესახებ რა და ეგვიპტიდან გამოქცეულ წმინდა ოჯახი შეიფარა ამ მარად მწვანე ხემ თავისი დიდი ტოტები დაბლა დაუშვა და დევრის თვალისაგან იხსნა პატარა იესო მარიამი და იოსები იმ დღის შემდეგ ნაცვლად სიკეთე და განახლების სიმბოლოს მიუჩნევთ ადამიანებს ჩიჩილაკი რაღა ჩიჩილაკის ჩემო საყვარლებო გასილი დიდის საპატივცემლოდ ვთავთ ახალი წლის დღეებში ამ უდიდესი წმინდანის ხსენების დღეა ქართველები ოდითგანვე დიდ კრძალვით პატივს მიაგებენ მას წმინდა ბასილს დიდი
თეთრი ფუფულა წვერი ჰქონია და ჩიჩილაკიც მისი წვერის სიმბოლოა. თეთრად ელავს ბურბუშელა და ფიჭვის ხეს სურნელს ამბობს. ზეთკი ბებონელა კიდებს ვაშლებს, ვერცხლის ტაკლებს, კამფეტებს და მანდარინებს, ჩურჩხელებს და ჩირის სასხლებს და თან ვიხსნის შვილიშვილებს. ჩემო ყონა, ჩემო ანა, ჩემო დატა, ჩემო სონა. ეს ქართული ნაძვის ხეა, პაპა თქვენის ნახელავი. ალბათ მივხვდით რა გვეწვია, რომ აგვივსოს კალთა ხვავით. რა ხიაო? რა ხია და ჩიჩილაკი და 4-ვე მამას ტუმას მოვუმღერით ტაშის დაკვრის. ვიცით ჩიჩილაკო ამ ახალ წელს რისთვის ამკობ. გსურს პატარებს საახალწლო, სიხარული არ მოგვაკლო, გაგიმარჯოს ჩიჩილაკო, იჩახჩახე ჩიჩილაკო. ბები, მიალილოები იგვიანები, რომ არ მოვიდნენ, როგორ მოვიდნენ. რას ამბობ, ბებოს თვალიჩინო, ოჯახის ის დიდი სირცხვილია, მხოლოდ უღირსა და უსახელო ოჯახს არ სტუმრობენ. ამ საოცარ ღამეს მიალილოები, ისინი უღირს ოჯახებიდან მოწყალებას არ იღებენ. მათ შესახვედრად ყოველი ადამიანი საგულ-დაგულოდ ემსადება. შეგროვი სანოვაგესა და ტკბილეულს, ისინი შეჭირვებულებს, ხრივ ობლებსა და უსახკაროებს უნაწილებენ. ამ ლამაზ დღეებში თითოეული ზვანია, მათზე ზრუნვა, სხვაგვარად ქართველი კაცი არ ივარდებს. სონა, ყოლა, აბა გაგოხარეთ მეპაპიკო, თქვენი ტიტინი და ლექსები გითხარით, დროც უფრო ჩქარაგავა. ეს იყო ადრე დიდი ხნის წინათ, ნიშანი ღვთისა ციდან იცნესო, გამთენისას ბეთლემის ახლოს, გამოქვაბულში იშვა იესო. ზეცაზე კი აფობდა უცნაური ნათებით, ვარსკვლავები მიწიდან აფენდა სხივესო და თაყვანის და ამის დანახავმა პატარა, ვის არც ექვა იესო. ტკბილ ხმათა ტმევით გალობდა გუნდი, შორი გზაულია თურმე მოგვებსო, იცოდნენ ხსნელი იბადებოდა, მერტ კაცი ვისაც ექვა იესო. დიდი სიყვარული, ხსნა და იმედი, საბულად დაედო კაცთა გულში. იყო გათენება, მართლაც სასწაული, ღვთის ძე დაიბადა იესო. ნაძვის ხეო, გული ლხენით აგვივსეო, ნუ დაგღალე თოვლის ბაბუ, საცუქრები გვაღირსეო. ვის ნახე უყვარს აგვისი, აბა რა გითხრა ჩვისა, მიყვარს ამ ქვეყნად ყველა ხე, ბლისას თუთისაც სხვისაც. ტურფა გულუხვი ძვირფასი, ყველასთვის მისაბაძი, ბები ასავით კეთილი, ჩემი ლამაზი ნაძვი. მაგრამ როგორც კი ჩამოთოვს, ვითვლი წუთებს და წამებს, როდის შემოა ჩემს სახლში, ნაძვის ხე გადაწვანი. ერთი დიდი სოკოლადი 10 ტოლფილად განაწილდა. თიას ფილა, ლუკას ფილა, ლალოს ფილა, ფილა დათოს, ნუგოს ფილა ტასო. ერთმა დიდმა სოკოლადმა ყველა დააკმაყოფილა. სოკოლადზე მეგობრობა უფრო ტკბილი არ ყოფილა. თქვენ გაიზარდეთ, გაახარეთ ქვეყანაცა და ოჯახით. ბები, მოდი ამონთობ სანთელი და სარკმელზე დავდოთ. ჩვენ ცხოვრობთ ამ მშვენიერ ღამეს, მარიამსა და იესოს. შრომა ახალი წლის დღეები უკვე გავიდა. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პატრიარქის კურთხევა და შრომის ღამეს ართებული სანთელი სარკმელთან დავდეთ. ნიშნად იმის, რომ ყოველ ოჯახში ელიან ღვთისმშობელს ჩვენ იესოსთან ერთად. ასეთი დიდნენ ეფემია და ესტატე თავიანთ პადიშებს. ასწავლიდნენ სიკეთესა და სიყვარულს, აჩვევდნენ ქართულ ტრადიციებსა და ზნეჩვეულებებს. ყოველი დღე ქვეყნის სამსახურში. ალბათ არ იქნება ურიგო თუ ჩვენც მივბაძავთ ამ ტკბილ მოხუცებს. Christes Maharovel Diva
Christmas, Aliloda, hi, Aliloda, Christmas, Macharomen, Ivan, Christe, Shobas, Mogilotako, Aliloda, hi, Aliloda, Otsta, Degen, Besa, Christe, Ishua, Bethlehem, Shinao. შეხე რა დაღლილები არიან ამ თოლში გზას როგორ იღლევენ და თან რა სასიამოვნოდ გალობენ ბები მომავალ წელს გთხოვ რა ჩვენც წავიდეთ ალილოზე ვისწავლოთ გალობა შევაგროვოთ ტკბილაულები და დავეხმაროთ საჭიროებულ ოჯახებს კარგი ბებო გენაცვალეს ქრისტე იშვა თქვენ მშვიდობა მეხრებუთაც ალილოზე მოსულ ვარ და მადლი უფალს თქვენი შიშით სახვალიო მამულს მტერი აღარ უჩანს ალილოზე მოსულ ვარ და მადლი უფალს სიტყვა თავად ღმერთია და ბრძენ კაცს ლექსით ლოცვად უთქვამს ალილოზე მოსულ ვარ და მადლი უფალს ადექით ფეხზე ავსე თასი ბედნიერება გვიხმოს და გველის ეს ერთი წელი და კიდევ 100 მოგვილოცნი ახალი წელი აი ჩვენო კარგებო ბედნიერშობა ახალ წელს ბედნიერ საქართველოში აი ეს მცირედი მოსაკითხავი შეჭირებულებს ქრივობლებს მიუკითხეთ მადლობა დიდი მადლობა გელიოთ მტერი გიმრავლოთ ერი ღმერთმა დაგლოთოთ ერი და ბერი მობძანდით აბა ერთი ჭიქით დაიღოცეთ მოგიმრავლდეთ ნათესავი სოფლათა და ქალაქად არ დააკლდეს თქვენს მომავალს ხალა ხვავი ბარაქა მუდამ გქონდეთ სახნავი დასათესი სამკალი ნოყიარი იყო თქვენი სადილი და სამხარი სიხარული მოვიტანეთ მოვალ თომა ხიანად დაგილოცოთ ოჯახები ქრისტე ღმერთმა მთლიანად თაგვები რაღა შვებოდნენ რა შეეწეოდნენ სათაგვს რაც ზალი დაღონეთქონდათ თანაც ამიანებზე ბრაზობდნენ მხაკურობდნენ და ხვაურობდნენ ჰალო ეფემია ამ განჯინაში რაღაც ამბავია დამიდგათ ფარ ამ ბაჭიბოჭი სადაგური სულ გადამავიწყდა უეჭველა თაგვი გაემეოდა განა ერთი დედაკაცო აქ ისეთი ხმაურია რომ იქნებ 100 თაგვი დაეჭირა სათაგვს ეფემიამ განჯინა გამოაღოდა აი საკვირველება თერი აკიდო ხალხი ხან გამოხდა ცელთა ხორა ხუნა ეცა ბეცა და სხვა მრავალი თაგვი ხელი სათაგვს და თავს დარჩა ხელში მხოლოდ ფიქრელა და მოინდომეს იმაზე ჯავრი სამოხდა ჰაი ხომ დაგიჭირეს რომ გამიწყოთ ხილისა და კაკლის ბარაქა ახლა ნახე რა გიჩვენო თონა ყოლა მოუტანე ბებოსაც ისე მაგრამ ფარველა თესტატე დაუდგა არა ბატონები მე როგორც ოჯახის უფროსი ვათავისუფლებთ აქვს რადგან დღეს საუფლო დღეა და ალბათ ეს დაგვიც რითიმე შესანიშნავია უნდა გავათავისუფლოთ ზოგი ღვთის გულისათვის ზოგიც მე მიხარდე რა საბო კაცო ვის გაუგონია თაგვის გაშვება ვაი ჩემი სიტყვა კანონია ეფემია ფიცხელა სათაგურიდან გარეთ ჩოვი გავიხარ ფიცხელა ხაჯაფუჭი გარბოდა ცოვლის ბუქს აკეთებდა როგორ უხაროდა კეიფი გაჭამდა საღამოს ერთად დასწრეს დაბს დოლს დაირას დუდუკს ზურნას ლეგურს თამაშობ ღეროდ ფიცხელას ცაში ისრო
ფიცხელაკი სიმღერას ამბობდა. გამარჯვება დღესასწაულზე. სულ გამარჯვებულებს გელოთ. ახალ 2021 წელს სიკეთე და სიხარული, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ჩვენს ყოჩაღ თაგვებს დემეტრე გელაშვილი, საბა ნოზაძე, დემეტრე მუვლაძე, ანდრია ბუდანოვი, სანდრო ლომიძე, საბა გიგუაშვილი, გაბრიელ მეპივიშვილი. წარმოვიდგენ ჩვენ ულამაზეთ გოგო თაგვებს. ბარბარე ფაფაკელაშვილი, ნატალი ჩიტიაშვილი, მარია პედლიშვილი, ეკო გელაშვილი. ახლა კი წარმოგიდგენ ჩვენს ბებიას და პაპას, ესტატე ნუგზარ გაფრინდაშვილი. ეფემია ანასტასია წერტარინა, შვილიშვილები ლალიკო შოშიაშვილი,
წარმოგიდგენ ჩვენ მთავარ გმირს ლაზარე გიგაშვილი. მუსიკალურად ჩვენი ღონისძიება გააფორმა ნანა ჯოხაძე. რომ არა მშობლების თანადგომა ეს ღონისძიება არ ჩატარდება და უღრმესი მადლობა ბავშვებს, დირექციას და ყველას. დიდი მადლობა.